სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტშიც. სოფლის კრებებზე მოქალაქეები პრიორიტეტებს ირჩევენ. წელს რაიონში 256,000 ლარია გამოყოფილი. მეხუთე შეხვედრა არის ეს, დავიწყეთ 9 თებერვლიდან, ჩატარდა სოფელ ზემომაჩხანში, არბოშიკში, მირზაანში და სოფელ ზემოქედში და ეხლა ვიმყოფებით სოფელ არხილოსკალოში, ჩვენი საამაყო ჩემპიონის ლაშა ბექაურის დარბაზში. თოვლი მოგვივიდა და ასე ვთქვათ, შენობაში ვაკეთებთ ამ შეხვედრას. 256,000 ლარი არის გამოყოფილი ხელისუფლების მიერ სოფლის პროგრამის განსახორციელებლად. საშუალოდ 20-16,000 ლარი უწევთ სოფლებს. აღნიშნულ შეხვედრებზე გამოიკვეთა, წელს რაღაც განსაკუთრებული წელი არის, გამოიკვეთა მუნიციპალური ტრანსპორტის აუცილებლობა და მოსახლეობა ითხოვს, რომ მოხდეს გაერთიანება გვერდიგვერდ არსებული სოფლების თანხების და მოხდეს ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენა და მუნიციპალური მიკროავტობუსის ან ავტობუსის დანიშვნა, რათა მუნიციპალიტეტის ცენტრთან იყოს სისტემატიური მიმოსვლა, რაც ძალიან კარგი და მისასალმებელი იდეა არის და ეს ეთქობა გავრცელდა ეს ინფორმაცია მოსახლეობაშიც და აი სხვა სოფლებშიც. ერთადად ჯერჯერობით როგორც გითხარით, 4 შეხვედრა ჩატარდა მეხუთეა და ამ შეხვედრებზე მუნიციპალური ტრანსპორტის თემა არის პრიორიტეტული და მოსახლეობის არჩევანი და ძალიან გამიხარდება თუ სხვა სოფლებში ანალოგიურად იქნება და ჩვენ ძალიან ბევრი პრობლემები გადავჭერით საერთოდ და სამუდამოდ, მაგალითად საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა სოფლებთან დამაკავშირებული, წარსულს არის ჩაბარებული, განვითარების პრობლემა წარსულს არის ჩაბარებული, სკოლებზე ფაქტიურად დიდი ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ ახალი სკოლები არსებულად რეაბილიტირებული იქონეს და რამოდენიმე სოფელი გადარჩა. ბაღებთან ძალიან კარგი მდგომარეობა გვაქვს და ჩვენ 2 წლის წინ პირველად ქალაქში და მიმდებარე 2 სოფელში ხორნაბულსა და სამრეკლოში მუნიციპალური ტრანსპორტი გავუშვით და აი როგორც ვთქვათ, სოფლის პროგრამით მოხერხდება, რომ დანარჩენ სოფლებთანაც მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა მოხერხდეს და აი ეს პრიორიტეტები არის ჩვენთან.